აბაჭა. ეხლა აი ამას ჩავთავ. ესე მუშაობს ეს ძრავი. საკმაოდ კარგად აგრილებს. უბრალოდ ცოტა ხმაურიანი არის და შეიძლება ჩვენი საუბარი ჩააქროს ამან. ხო, შეიძლება ეგრე იქნება. აი დაიწყო მუშაობა გავმა. ხან განათებას აქვს. მოგესალმებით, ეს არხი გუძოს გარაჟია და დღეს ჩვენ ჩავწერთ ძრავების მუშაობის პრინციპზე ვილაპარაკებთ. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდი მადლობა USA to Georgia-ს მხარდაჭერისთვის. ხო, ეს ვიდეო მაგათი დამსახურებით არის. რომელიც გვეხმარება არხის ვიდეოების განვითარებაში. ვიდეოების გადაღებაში. და სხვათა შორის აი ეს ძრავები, რასაც აქ ხედავთ, ხო? ხო, მათი USA to Georgia-ს დამსახურებით გვაქვს. გვაქვს. კი ბატონო. და ეს შემეცნებითი ვიდეო უფრო იქნება ვიდრე რამე განსხვავებული, ხო? და ლაპარაკი იქნება კონკრეტულად ძრავებზე. აი ამ ვირვა ძრავის ბოლო ვიდეოში არ გაჩვენეთ მუშაობს თუ არა, იმიტომ რომ ეს ვიდეო იყო ჩასაწერი და აქ გაჩვენეთ მუშაობს თუ არა. და მაგიტომაც ის ვიდეო დავასრულეთ დამაინტრიგებლად. ხო, გაიჭრა სხვანაირად. ხო. ეგ ჩემი გადაწყვეტილი გქონდა ცალკე ვიდეო გადაგვეღო უკვე აგერ ამ ძრავებთან ერთად, რომლებიც არის ყველა ფუნქციონალური. კი, ყველა მუშაობს. ამის გარდა ეს არის ეს მაკეტი არის, მოდელი არის. ატლასის საკოლექციო მოდელია პირველი მანქანის. პირველი ავტომობილი. 1.53 მასშტაბია. ანუ ამ ყველაფრიდან ეს შეიქმნა. ამების ვიდეოები ყველაფრის დებს. ზედო ცალსაკე შეგიძლიათ. ერთადერთი დასრულებული განხილვა არდებს ამ ძრავის და ამ ძრავის. ხო, და ახლა გავაკეთებ იმას. და ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ ამ ყველაფერს. მოკლედ ისტორიას რო გადავხედოთ, ხო? ლეონარდო და ვინჩის ნახაზები რო არ ჩავთვალოთ, იქ ვერტფრენი როგორ შექმნა ნახაზებით, ტანკი შექმნა, იქ მრავალლულიანი ხუმბარმტყორცნი შექმნა და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერი დაიწყო მე-18 საუკუნის დასაწყისში. მანქანების თუ ძრავების? ძრავების თემას ვამბობ. და ეგ ყველაფერი დაიწყო ინგლისიდან, რომელმაც პიროვნებამ, ხო, პირველი ორთქლის ძრავი შექმნა და მიაბა ეტლს. რომლის მაქსიმალური სიჩქარე იყო 6 კმ/სთ. გამიგია. ძალიან არაპრაქტიკული იყო, იმიტომ რომ იქ წყლის რეზერვუარი ცალკე ჭირდებოდა, იქ ნახშირის რეზერვუარი ცალკე ჭირდებოდა. მაშინ ეგრე იყო რა. წარმოიდგინეთ, ცეცხლი უნდა დაგენთო, რომ ის ხალი ადუღებული იყო, რომ მე იმ ორთქლ ცილინდრი აემოძრავებინა და ასე შემდეგ. უბრალოდ მაგისი მინიატურული მოდელი არ არსებობს. რავი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შევხვედრით. ხო, არა. თორემ მაგასაც შევიძენდით და გაჩვენებდით წარმოდგენა რო გქონოდათ რა არის ეგ ორთქლის ძრავიანი ავტომობილი. გვაქვს აგერ სტირლინგის ძრავიანი ავტომობილი, ამისი ვიდეოც დევს. გვაქვს. ცალკე. კი ბატონო, როგორ მოძრაობს და რამე. ისეთი ვიდეო გამოვიდა რა. ხო, ისიც სხვათა შორის შემეცნებითი იყო. მაგის მერე უკვე მე-18 საუკუნის მიწურულს იყო უკვე სტირლინგის ძრავი. ხო. და მე-18 საუკუნის ბოლო, მე-19 საუკუნის დასაწყისში და მე-19 საუკუნის მიწურულს უკვე 1887 წელს. პირველი ავტომობილი, რომელიც შექმნა ბენცმა, კარლ ბენცმა. 4 პიროვნება იყო, ლეგენდარული პიროვნება, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ როგორც ავტომწარმოებლები პიონერები. ხო,
იყო ბენცი, მაიბახი, ხო, ისა რა ქვია, დაიმლერი. დაიმლერი და მერსედესის სახელი, ვისი შვილის სახელიც ქვია. ის ბიზნესმენი ხო, რო კოტრდებოდა ბენცი და ისა დაიმლერი და მაიბახი რო კოტრდებოდა და რო გაერთიანდა ბენცთან. ხო. ხო, და სხვათა შორის 20 წელი დაჭირდა მერე უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში დაერქვა უკვე ხო მაშინ სახელი Mercedes-Benz. ხო. ხო. თორე მანამდე იყო კომპანია Benz და კომპანია Maybach. რომელიც დღემდე მოყვება მაგრამ. ხო. დღემდე ეგრე არის რა Daimler და Benz ერთი კომპანია არის. მაგის მერე ხო, ნუ თავიდან ერთცილინდრიანი ძრავი იყო და ბოლოს ორი მერე 4 24 ცილინდრამდე ავიდნენ მგონი 24-მდე წლებამდე. 24. ხო, ნუ იქ თვითმფრინავის ძრავები იყო, ცილინდრიანი ძრავები იყო. საავტომობილო სფეროში 16 ცილინდრიანი ძრავებს ეხლაც იყენებენ აგერ Bugatti-ში. Bugatti-ში. იმაშიც არის, რა ქვია, Rolls-Royce-იც დევს. ხო, Rolls-Royce-იც დევს. მე შეკვეთით იმას აკეთებს, რა ქვია, Rowan Atkinson-ს, Mr. Bean-ს რა. და გვაქვს აგერ ჩვენ ვერვაძრავი, რომელიც ყველა ვიცით. ხო, ყველაზე ისეთი ცნობადი ძრავი შეიძლება, ხო, ეგრე ითქვას და ბოლოს 1941 წელს გერმანიაში შეიქმნა პირველი ტურბორეაქტიული ძრავი, თვითმფრინავის ძრავი. მოდი ახლა ჩვენ ვისაუბროთ ჯერ თვითმფრინავის ძრავზე, იმიტომ რომ ამის განხილვა ჩვენ მარტო აწყობა გვაქვს გადაღებული, განხილვა არც მუშაობის პრინციპი არა. ხო, და მუშაობის პრინციპიც არა გვაქვს გადაღებული. მოკლედ, შედგება 4 პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს ძრავი არის 3D პრინტერზე, 3D პრინტერზე დაბეჭდილი. კი ბატონო. და ნუ ასაწყობი მოდელი იყო, ნუ ამის ვიდეო ჩვენ გვაქვს, თუ იმეც გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ. კი ბატონო. 4 მთავარი დეტალისგან შედგება თვითმფრინავის ძრავი. მთავარი ლილვი, რომელზეც ყველაფერი არის გადაბმული ერთი მეორეზე. შემშვები კამერა, საიდანაც ჰაერი შედის, რომელიც რომ მერე აი ამ ფრთებით, ხო? იწყებს აჩქარებას. კი. უერთდება მერე აი ეს პატარა განყოფილება რაც არის. ეს არის შიდაწვის კამერა, სადაც ეფრქვევა საწვავი. ხო. თან არა აქვს მნიშვნელობა ეს საავიაციო ნავთი იქნება, ბენზინი იქნება თუ რა იქნება. თავარია პეთკებადი იყოს. ხო. უერთდება, ხო, ხდება რეაქცია ამ ჰაერსა და იმას რა ქვია საწვავს შორის. წარმოიქმნება უშველებელი წნევა, რომელიც რომ მერე აქ აი ეს განყოფილება უკვე ტურბინა არის. მაგიტომაც ქვია ტურბორეაქტიული. ხო. რომელიც რო ჩქარდება აი კატასტროფული სისწრაფით და გამოირტყორცნება აი ამ ნაწილიდან, უკანა ნაწილიდან. ანუ შემშვები და გამშვებიდან, ხო. გამშვებიდან გამოდის. და ეს მერე ეს მაღალი წნევა, რასაც ქვია, უბიძგებს კონკრეტულად თვითმფრინავს წავიდეს წინ. იფრინოს და ასე შემდეგ. აბა ჩართე. ეხლა აი ამას ჩავთავ. აი ესე მუშაობს ეს ძრავი. საკმაოდ კარგად აგრილებს. ხო, მაგას ვიტყვი, აი ვინმეს თუ ისა რა რომ იყიდოს რაში გამოიყენოს, უკნიდან გამოდის ცივი ჰაერი, რომელიც საკმაოდ მაგრად უბერავს. ხო, ნუ აი საფუნში მაგიდაზე რომ დადგათ სანთებელა აგერ ეხლავე აი რო გაჩვენოთ რა ის აქვს რა აი სანთებელა არითება ისე უბერავს თორე არა და ულაი ესე იდება ხო აქ უკვე აღარ იდება რო ძალიან უბერავს მით უმეტეს აი ეს მხარე სულ ღია არის და აი აქაც მაგრად უბერავს აი მათგულზე მორა საფუნში კარგად ვერდრინდელი ხო მაგიდაზე რომ დაიგდა
ამის ეს სადგამი ხო ფაქტიურად არის ამაში აკუმულატორი აყენია, რომელიც იტენება USB-ით. ხო, ამაში აკუმულატორი დევს, რომელიც USB-ზე იტანება და ეს ატრიალებს ამ დროს. ხო, ნუ აქ ისინი აქვს, კონტაქტები აქვს აი ამ ადგილას. აგერ აი ახლოვან გაჩვენებთ, კონტაქტები აქვს და კიდე ფეხები აქვს, აი. და ეს სტენდი ატრიალებს მაგძრაობს რა. და ისა წრედი იკვრება და მაგითი ტრიალებს ეს ძრავა. რო დაჯდება ჩვეულებრივად USB დატენი და მერე იმუშავებს. ხო. ჯავში. ეს რაც შეეხება საავიაციო ძრავს, გადავწიოთ გვერდზე. და მოვიტანოთ ახლა ეს ვერვა ძრავი. ეს არის ზუსტად ის ძრავი, რომელიც მანქანებში იდეოს. ანუ იმის იმიტაცია რა, მოდელია რა. ხო, იმის იმიტაცია არის თან სპეციალურად გამჭვირვალე, იმიტომ ავირჩიეთ ჩვენ, რომ მექანიზმი რა როგორ გავიარეთ რა, რომ როგორი აგვეღო გამჭვირვალე ყოფილიყო თუ ჩვეულებრივად როგორიც არის. ხო. და გამჭვირვალე ავირჩიე, იმიტომ რომ ყველა დეტალი ჩანს. კი ბატონო და თან გვინდოდა რომ ყოფილიყო ფუნქციონალური, ანუ მოძრავი. ხო. მოძრავი ხებიც იყო, მაგრამ ეს ავირჩიეთ სპეციალურად, იმიტომ რომ გამჭვირვალე ყველაფერი ჩანს. ხო, იქ ცილინდრები როგორ მუშაობს, კლაპნები როგორ მუშაობს, ის მთავარი ღერძი. ხო, ის იცით. მუხლალიებს რო ეძახიან, აი აქ ქვევიდანაც. ხო. როგორ მუშაობს, ეგენი ყველაფერი კარგად ჩანს გარკვევით რა და ამას მე კამერას ახლოდან გადმოვიტან და ისე დეტალურად და რო ჩავთავ დეტალურად გაჩვენებ. წარმოდგენა აი ამას დაინახავენ ეს როტი. ხო, ეხლა უბრალოდ ცოტა ხმაურიანი არის და შეიძლება ჩვენი საუბარი ჩააქროს ამან. ხო, შეიძლება არა, ეგრე იქნება. აი დაიწყო მუშაობა გრავმა. ხან განათებას აქვს რა. ხო. მოკლედ აი ეს თი რაღაცა. ხო, ამ ძრავზე მინდა ერთი რაღაცის თქმა. ეს არის იმ ძრავების მოდელების ბიუჯეტური ვერსია, რომლებიც არის რკინის ძრავები. კი ბატონო. იწყება ჩვეულებრივად მანქანის ზეთი, საზღვავი, ოღონდ ის იწყება $1000 და ზევით. ხო, თან განსხვავება რა არის, იცით რომ როგორც ნამდვილი ავტომობილის ძრავი, ხო, აი რა ნაწილებისგანაც შედგება ეგრე არის და რა რაოდენობის ნაწილებისგანაც შედგება. ზუსტად ეგრეა. ზუსტად იგივე არის, ანალოგიური, უბრალოდ დაპატარავებული არის ამის ზონამდე. ეს არის და ზოგიერთი ამაზე პატარებიც არის, აი MKV-ები არის რა. ეს არა ხვია, ეს არის მაგის ბიუჯეტური ვერსია, რომ ვისაც ევასება ეგრეთ წოდებული იყიდოს აწყოს და გაერთოს. ხო. და ამების ლინკები, ამ ნივთების ლინკები იქნება აქ წერაში, შეგიძლიათ შევყვეთოთ და USA თუ ჯორჯია ჩამოვიტანოთ. კი ბატონო, ტრანსპორტირებას გაგიწევთ. ვისაც სურვილი გექნებათ, რომ აი ბევრჯერ დაუწერია ვიღაცას, რომ სად ვიყიდო. ხო, სად შეიძლება შეძენა და რაღაცა. ამის ლინკებს უყველაფერს ჩაგიყრით, რომ წარმოდგენა გქონდეთ და თუ ვინმე სურვილი გექნება, შეიძინეთ რა. შეიძინეთ. და USA თუ ჯორჯია ჩამოვიტანოთ. კი ბატონო. იმედია მოგეწონათ ჩვენი იმედია საინტერესო ვიდეო გამოვიდა. დღევანდელი შემეცნებითი ვიდეო. გაზიარება და ლაიქება, კომენტარის დაწერა და გავიწყდეთ და არხის გამოწერა, იმიტომ რომ ესეთი საინტერესო ვიდეოები ვაკეთებ. და მანქანების განხილვები დაბრუნდება აუცილებლად და თან კაი მანქანებით დაბრუნდება. კი ბატონო, რამოდენიმე სურპრიზს ვამზადებთ, რომელსაც წინასწარ არ ვიტყვით, იმიტომ რომ სურპრიზია. ხო, ჩვენ ეგეთი რაღაცები გვიყვარს ყველა. ხო, და თან თუ გნებავთ, რომ ბევრად საინტერესო და ბევრად კარგი ავტომობილები დონაციებიც გამოვშვით და თქვენ ისიც დონაციის დროს ძალიან მაგარი მანქანები იშიტება ხოლმე. კი ბატონო. კარგით, აბა დაგემშვიდობებით. კარგად გრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.